სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ გადავდივართ ახალ 33 ნაწილზე, რომელიც ორად არის გაყოფილი. 33A 1985 წლის 5 ოქტომბერს იქნა ჩაწერილი. დღეს დილიდან გათიშული იყო ვებგვერდი ჯონ მაკარტურის, მე დაურეკე ტელეფონზე და ხდებოდა განახლება. იშვიათი რამეა, ალბათ ძალიან გვიან გადავინე, ვეღარ მოასწრეს და საერთოდ გვიან ღამე აკეთებ ხოლმე. მე არ შევსწრები ვარ, რაც თავი მახსოვს განახლებას და ეთყობა ჭირდებოდათ ეს. YouTube-ზე მისასვლელი შეიძლებოდა და კანადაში აქ სადაც არის ოფისი ლავალ კვებეკში. იქ მითხრეს, რომ ჩვენც ვერ შევდივართო და განახლებას განეცდისო ალბათო. ესე რომ აღდგა, იმ წუთშივე მე ჩასაფრებული ვიყავი და აღდგა თუ არა, აი დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამას. მართალია ბევრს ჯახირად მიაჩნია, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ჯახირს და სხვებმა გიგანტურ მისლებს მოусმინონ. აი ამ ეს კითხვაც მაგაზე არის დასმული. ძალიან ბევრი ადამიანი ლოს-ანჯელესში და კალიფორნიაში მე ადრეც გითხარით, განათლებულ ადამიანებს უჭირთ აი ესეთი უბრალოდ ცოცხალი ღმერთთან ბიბლიასთან მისვლა. მაგრამ მე მადლობა უნდა უთხრა, დღესაც ქალბატონმა მოიწერა. ასევე გუშინაც ქონდა საუბარი პიროვნებს, ვისაც მოწონთ ესეთ უბრალო ენაზე გადმოცემა და ვისაც ახლა რა ვიცი, შეიძლება უფრო განათლებული, უფრო გაწყობილი ისინი მოწონთ, არის ამის არჩევანიც სხვათა შორის შეუძლიათ რომ მოძებნონ და მოგეკონ, მაგრამ მადლობა მე რეკლამისათვის, ვინც ამ რეკლამას გაუწევს და ვინც გაავრცელებს ამას და სხვებსაც გააგებინებს, ალბათ თავის თავს წაადგება. მე პირადად ძალიან მადგება ეს ჩემი ურთიერთობაც ბიბლიასთან ხშირად ამის მეშვეობით ხდება, იმიტომ რომ მე მაიძულებს ეს კითხვები კიდევ და კიდევ დაუბრუნდე ბიბლიური მუხლებს იმ ადგილებს. და დანარჩენი ვისაც გამოადგება, ხო კარგი იქნება და ვისაც ახლა არა და ვისაც შეიძლება რაღაცა სხვა მოტივები აწუხებს, ხო შეიძლება რაღაცა არ სიამოვნებდეს, ხო ეს მათი და ღმერთის განსაზღვრი დაუტოვოთ ღმერთს რომ განსაჯოს. ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვენ ამაზე საუბრებს და ამის თარგმნას. ჩვენ უკვე თითქმის შუაში ვართ ამ ბიბლიურ კითხვებს და პასუხებს და მე დიდი სურვილი მაქვს, როცა ამასაც დავამთავრებ, თლიანად სადამდე შემიძლია მაქსიმალურად ჯონ მაკარტურის ეს, რა ვიცი, და ნიჭიერად გადმოცემული ეს შრომა 55 წლიანი მივიტანო ქართულ სმენელამდე. დანარჩენი ვნახოთ, თუ ვინმე უკეთესი გააკეთებს ამას. აგერ ბატონო, ბურთიდან მოედანი. მაგრამ მანამდე სანამდე არ გამოჩენილა, მე მაქვს სურვილი რომ ეს გავაგრძელო, ასე რომ ჩვენ ვერ შეგვაფერხებს ადამიანების ესეთი რაღაცა წკენები და კბენები. შემდეგი კითხვა ესეთი არის. მოგესალმებით, ბატონ ჯონი პატარა შესავალს აკეთებს და მოხარული ვარ რომ თქვენ 4 შაბათს საღამოს აქ მოხვედით ბიბლიური კითხვები და პასუხების დროს. და იცით ჩვეულებისამებრ ჩვენ გვაქვს მიკროფონები განლაგებული და გთხოვთ რომ მოხვიდეთ მიკროფონებთან და დასვათ ნებისმიერი კითხვა, რომელიც თქვენ გულშია, რაც შეეხება ეს ეკლესიას, აქაურ მსახურებას თუ ზოგადად ნებისმიერ კითხვას. დავიწყოთ ჩვენ მარცხნიდან. სალამი ჯონ, მოგესალმებით, მე მქვია გარი ბოლი. მე მაქვს 2 კითხვა და მე ეს კითხვები გავყავი, იმიტომ რომ ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის. ერთი დაკავშირებულია სექტასთან, რომელსაც ქვია თვით რეალიზაციის თანამეგობრობა. და მე უნდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არც ერთ ქალაქში, ალბათ არც ერთ შტატში იმდენი სექტა არ არსებობს ნებისმიერი სახის, რაც არის კალიფორნიაში, იცით ხო, ამას დიდი ისტორია აქვს. ეს გამოიწვია შეიძლება ამიდის გამოც იყო გამოწვეული, შეიძლება ის გამო რომ რეგულაციები აქ არ იყო, ასევე ებრაული ძალიან დიდი ათეისტური ნიჭიერი ადამიანებიც აქ გადაბარგდნენ, გაბრაზებულები შეიძლება აღმოსავლეთის იმის გამო რომ აღმოსავლეთში მაინც მათ შეზღუდვები ჰქონდათ სამხრეთში და ყველამ აქ მოიყარა თავი და ბევრი იდეებმა აქ მოიყარა თავი, ეს მარტო ჰოლივუდი არ იყო. და ჰოლივუდიც გარკვეულად შიმშილს განიცდიდა ასეთი რაღაცა რელიგიური განშტოებების, სექტების, იმიტომ რომ მათი ცხოვრებაც ხო უნდა გაემართლებინათ რამენაირად და აქ ჩამოყალიბდა ის საინტელოგია ძალიან კარგი მაგალითია ამისი, ხო? ტრანსცენდენტალური მედიტაცია დღესაც აქტუალურია. აი ეს თვით რეალიზაციის თანამეგობრობა, თანაამხანაგობა, როგორ შეიძლება ვთარგმნოთ, მე არ მქონდა გაგონილი და ამაზე კითხვა აინტერესებდა ჯონ მაკარტურიც ცნობია ამას. აი მოდით მოусმინოთ რა სიტყვის ჯონ მაკარტური ამაზე.
ფორმაზე. და პიროვნება გერი აგრძელებს, რომ მე გადავხედე მათ რამოდენიმე წიგნს და ისინი როგორც ჩანს რელიგიურ საკითხებში ძალიან შორს ვერ იმიდიან. მე მყავს უახლოესი ოჯახის წევრი, რომელიც ჩართულია მან და შეგიძლიათ ჯონ მითხრათ რაიმე ამ სექტის შესახებ. ნება მომეცით უბრალოდ უპასუხო იმით, რომ ჩემი ესე ვთქვათ, მეხსიერებას თუ დავეყრდნობი, თვითრეალიზაციის ეს თანამეგობრობა საკმაოდ დიდი ხანია რომ უკვე არსებობს. მე მახსოვს, როდესაც მათ პირველად დაიწყეს ჰოლივუდის ბულვარზე, აიღეს შენობა, დაწესებულება, იქ არის ძველი კედრები სამოწყობოს უკან, აქ არის კაიზერის სამოწყობოს პირდაპირ, დაახლოებით 30 წლის წინ უნდა ყოფილიყო ეს. და ეს უკვე დიდი ხანი არსებობს. და რასაც ძირითადად ისინი ავრცელებენ, ეს არის უფრო აღმოსავლური მისტიკის ერთგვარი განშტოება. ფიქრობ, რომ თავდაპირველად მისი ფესვები დაკავშირებული იყო ინდურ მისტიციზმთან, ინდოეთთან, და ეს არის ერთგვარი მეცნიერება გონების შესახებ და თვითრეალიზაცია იძლევა ამას. ეს არის მათი გაგება. და ერთგვარად თქვენ ზიხართ და მედიტირებთ საკუთარ გონებრივ არსებაში. არ ვიცი ამაზე ბევრი რამის თქვა თუ შეიძლება. ეს არის ერთ-ერთი იმ აღმოსავლური მისტიკის განშტოებებიდან, რომელიც ასე უამრავად არის, იცით ტრანსცენდენტალური მედიტაცია როგორი პოპულარულია ჩვენთან აქ ლოს-ანჯელესში და კალიფორნიაში და არის ეს მსგავსი რამ. მაგრამ როგორც მე აღვნიშნე წარსულში, ასეთი საქმის ძირი არის ის, რომ ეს ხდება აქ ადამიანი თითქოს და ცდილობს რაღაცნაირად თავი გაიმართლოს, გაიწმინდოს და ყოფიერების იმ დონეს მიაღწიოს, რომელიც შეიძლება საკმარის იყოს შენიერი სულის განვითარებისათვის. ასე რომ ეს არის როგორც ბევრი ადამიანის მიერ გამოგონილი რელიგია და ეს იქნებოდა უფრო აღმოსავლური მისტიკის ერთგვარი ფორმა. მადლობა ჯონ პასუხისათვის.